კიდევ ერთი ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ მენეჯმენტის თემიდან, ჩვენი მენეჯერის კოუჩის ტრეინინგიდან არის ეს თემა და ძალიან აქტუალურია და ჩემი აზრით გამოგადგებათ. თემას დავარქვი ვარსკვლავების მენეჯმენტი. და გართმუნებთ, რომ ასტროლოგიასთან არ არის კავშირში ეს ვიდეო და შინაარსი, საუბარი არის სამ კატეგორიასთან, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, სამ კატეგორიად დაყოფას ვიყენებთ მენეჯმენტის ტრეინინგის ფარგლებში და ეს სამი კატეგორია არის ვარსკვლავები, საშუალო შედეგიანობის ხალხი და გასაშვები თანამშრომლები, ხო? აქვე განმარტებას გაუკეთებ მოკლედ, თუმცა ცალკე ვიდეოც გვაქვს YouTube-ზე ჩვენ ამ თემაზე. ესე იგი, გასაშვები თანამშრომელი, როცა ვეკითხებით, რამდენი თანამშრომელი გყავს, აი რამდენიმე შეკითხვას უსვამთ, თქვენ თუ მენეჯერი ხართ, მოდი თქვენ გკითხავთ. პირველი შეკითხვა არის, რამდენი თანამშრომელი გყავს სულ? და დავფიქრდები და ვიტყვი, რომ დავუშვათ 15 თანამშრომელია ჩემ განყოფილებაში ან კომპანიაში. შემდეგი შეკითხვა, ცოტა მტკივნეული, არის გასაშვები რამდენია. და ხალხი შეიშმუშნება ხოლმე ტრეინინგზე, სანამ ამას უპასუხებენ და განმარტებასაც ვაყოლებ, რომ გასაშვები თანამშრომელი ეწოდება იმას, ვისთანაც ყველაფერი ვცადე, ყველანაირი დახმარება, მოთხოვნა, სიმკაცრე, სირბილე, ყველაფერი ვცადე და ხელი ჩავიქნია. ანუ აზრი არა აქვს ამ ადამიანთან მუშაობას, ეგ არის გასაშვები კატეგორია. შემდეგი კატეგორია, რომელზეც შეკითხვას ვსვამ, არიან ვარსკვლავები. და ვარსკვლავებს ვაყოლებთ ესეთ განმარტებას, რომ საუკეთესოდ მუშაობს და მომავალშიც საუკეთესოდ მუშაობს. ანუ ყველა თვალსაზრისით გეიმედება, ხო? ესეთ ფრაზას ვამბობთ ხოლმე, რომ 10 ჯერ რომ დავიწყო საქმე, 10 ჯერვე შენ აგიყვანდი. აი, ვისაც შეიძლება ეს სიტყვები უთხრათ, ის არის ჩვენი ვარსკვლავები და ბოლოს გამოვიდა, რომ ვინც ვარსკვლავი არ არის და ვინც გასაშვები არ არის, ყველა დანარჩენი, ანუ ყველაზე დიდი სეგმენტი გამოვა შუა კატეგორიაში მოხვდება. და ანუ საშუალო შედეგიანობის თანამშრომელს ვეძახით იმ ადამიანს, ესე იგი, ვინც არც ვარსკვლავია და არც გასაშვებია, ხო? შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ ხოლმე მენეჯმენტის ტრეინინგში, რომ მთელი დრო, მაქსიმალური დრო მენეჯერმა უნდა სწორედ საშუალო შედეგიანობის სეგმენტის გაუმჯობესებას დაუთმოს. ეგ არის მთავარი საქმე მენეჯმენტის. ანუ ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ მენეჯმენტი ეწოდება საშუალო შედეგიანობასთან მუშაობას და ლიდერობა ეწოდება ვარსკვლავებთან მუშაობას. ეხლა ეს არასტანდარტული განმარტებაა, მაგრამ ჩვენ ესე ვავებთ ამ ტერიტორიას, ხო? და ამ ვიდეოში მე მინდა გელაპარაკოთ კონკრეტულად ვარსკვლავების მენეჯმენტზე. ანუ აი იმ ხალხის, ვინც ძალიან მაგრამ მუშაობს, ძალიან გვეიმედება, მაგ ხალხთან მენეჯმენტი რაში მდგომარეობს, ეს არის ამ ვიდეოს მიზანი. მანამდე მინდა ჩვენ ვარსკვლავ სპონსორებს გადავუხადო მადლობა. ესე იგი, თქვენ შენიშნავდით, რომ კლასიკური გაგებით სპონსორები ჩვენ ვიდეოებს არ აყავს, არც YouTube-ის რეკლამით არ არის დატვირთული. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი ყველა ვიდეოს სპონსორები არიან ჩვენი ტრეინინგების დამკვეთები და მონაწილეები. ანუ თქვენ, ვინც ესწრებით ჩვენ ტრეინინგებს, ფლომასტერის ტრეინინგებს და ვინც გვიკვეთავთ ამ ტრეინინგებს, თქვენგან მიღებული რესურსი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ უფასო და ხარისხიანი ვიდეო კონტენტი შევქმნათ ყოველკვირეულად, რისთვისაც უზარმაზარი მადლობა გეკუთვნით. ინფორმაცია ჩვენი ტრეინინგების შესახებ არის ჩვენ საიტზე flowmaster.g. ესე იგი, დაუბრუნდეთ ვარსკვლავების მენეჯმენტს და პირველი რაზეც მინდა რომ დაგაფიქროთ, არის ის, რომ მენეჯერებს, ნებისმიერ მენეჯერს ძალიან უყვარს ვარსკვლავებთან დროის გატარება და ხშირ შემთხვევაში მე რომ მოვიდე თქვენთან სამსახურში, შეიძლება აღმოვაჩინო, რომ თქვენ ზიხართ რამდენიმე ვარსკვლავ თანამშრომელთან ერთად და მათთან საუბრობთ, რაღაცა სამომავლო გეგმებს იხილავთ და ასე შემდეგ, ხო? რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ძალიან ვარსკვლავებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ვარსკვლავებში შენ თუ მენეჯერი ხარ, ხედავ შენ კარგი მენეჯერობის შედეგს, ხო? ანუ მაგ ხალხის შედეგიანობა, мотиваცია და ასე შემდეგ არის სარკე შენი კარგი მენეჯერობის. როგორც კარგ მასწავლებელს უხარია, რომ წინა რიგში ეჯდეს 1000-ანი მონდომებული მოსწავლეები, იმიტომ რომ მათ რო უყურებს თვითონ მისი ეგო
კმაყოფილდება. საინტერესოც არის ამ ხალხთან ურთიერთობა, ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ეგ არის ეგოს მასაჟი. ფაქტიურად თქვენ რომ დაიღლებით და ანერვიულდებით, ვარსკვლავების ოთახში რომ შეხვიდეთ, მოკლედ ეგოს მასაჟს მიიღებთ, იმიტომ რომ მადლობას გეტყვიან, შეგაქებენ, შეკითხვებზე შედეგები კარგი ექნებათ და ასე შემდეგ. ამიტომ მენეჯერებს აქვთ და ძალიან დიდი ცდუნება, რომ ზედმეტი დრო გაატარონ ვარსკვლავებთან. არა და ჩვენ თქვით, რომ თავარი სამუშაო არის გვერდზე ოთახში, სადაც საშუალო შედეგიანი ხალხია. ეხლა ამის დასაბუთებლად ერთი ძალიან მასშტაბური კვლევა მინდა გაგიზიაროთ, რომლის თანახმადაც იკვლიეს 35,000-მდე ვარსკვლავი თანამშრომელი სხვადასხვა კომპანიის და ეკითხებოდნენ, სხვა ბევრ რამესთან ერთად ეკითხებოდნენ ყველაზე მეტად რა გიშლის ხელს კიდევ უფრო კარგად მუშაობაში. ანუ ვარსკვლავია ადამიანი, წარმოიდგინეთ, თქვენი საუკეთესო თანამშრომელი. და იმას ეკითხებიან რა გიშლის ხელს, რომ კიდევ უფრო კარგად იმუშაო, ხო? და ამ ხალხმა კვლევაში პირველ და მეორე ადგილზე გავიდა სიტყვა, რომელიც იწყება M100, ანუ გამოვიდა, რომ ორი მთავარი ხელის შემშლელი არის M&M, როგორც შოკოლადის ბრენდში, ხო? პირველი M შეიძლება მიხვდით არის მენეჯერი. ხალხმა ვარსკვლავებმა თქვეს, რომ ჩემი მენეჯერი მაცდენს და მიშლის ხელს კიდევ უფრო კარგად რომ იმუშაო. აბა დაფიქრდით, ამ ადამიანს თავის საქმე უყვარს, კარგად გამოსდის და უნდა რომ მაქსიმალური დრო დაახარჯოს და თქვენ რომ შემოხვალთ, ახლა უფროსი ხართ და პატივისცემა აქვს თქვენი, ვერაფერსაც ვერ აკეთებს მაგ დროს. და მეორე M ამ M&M-ში არის meetings, შეხვედრები. ანუ გარდა იმისა, რომ ერთ-ერთზე აცდენენ მენეჯერები თანამშრომლებს, ასევე დაათრევენ ბრჭყალებში შეხვედრებზე. რატო დავათრევთ შეხვედრებზე, რატო ვაცდენთ? იმიტომ რომ მათი აზრი გვინდა, იმიტომ რომ სწორი პასუხები აქვთ, იმიტომ რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან და ესე იგი ჩხუბი თუ აიწია, ესე იგი ჩემი ხალხი მინდა რომ მყავდეს, ხო? არა და ამ ადამიანს არ უნდა არც მენეჯერთან გატარებული დრო არ არის მისთვის სამსახურებრივი დრო და არც შეხვედრებზე გატარებული დრო. ამიტომ ვარსკვლავი თანამშრომლები თუ გყავთ, მოკლედ აცალეთ მუშაობა, უყვართ თავისი საქმე და უნდათ რომ ამ საქმეს დაუთმონ დრო და არ ჭირდებათ კონტროლი, არ ჭირდებათ მენეჯერებთან შეხვედრებთან გატარებული დრო. კიდევ ერთი კვლევა, სხვა კვლევა იყო ძალიან საინტერესო, სადაც იკვლიეს ის ვარსკვლავები, რომლებიც წავიდნენ სამსახურიდან და კითხეს, რატომ წახვედი სამსახურიდან, რა გახდა მიზეზი, პირველადი მიზეზი შენი სამსახურიდან წასვლის და პირველ ადგილზე ამ მიზეზებში ხალხო კვლევაში აღმოჩნდა, რომ ეს ვარსკვლავი, წასული ვარსკვლავი ამბობს, რომ ჩემმა უფროსმა ვერ მიხედა საშუალო შედეგიანობის ხალხს, ანუ ვერ ამუქაჩა საშუალო შედეგიანობის ხალხი და კომპანია ზრდა და მოლოდინები რომ დაჭირდა, კიდევ უფრო მეტი ჯოხი ისევ ჩემზე ვარსკვლავზე გადაწყდა. ანუ შეხედეთ, ვარსკვლავი თუ გინდა რომ შეინარჩუნო და კარგად გყავდეს, მაგისთვისაც ის არის მნიშვნელოვანი, რომ საშუალო შედეგიანი ხალხი ამუქაჩო, ხო? ამიტომ ძალიან საყურადღებოა, მოკლედ ეს ორივე ასპექტი, როცა ვარსკვლავების მენეჯმენტზე ვლაპარაკობთ. ეხლა რა გავაკეთოთ პრაქტიკულად რჩევებზე, რომ გადავიდეთ. პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო, თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ჩვენს და YouTube-ით ამითი ვხვდებით თქვენ როგორი ვიდეოები მოგწონთ და მომავალში როგორი შემოგთავაზოთ, ხო? ეხლა ვარსკვლავებს დავუბრუნდეთ. პირველი პრაქტიკული რჩევა არის, დაუსვით თქვენ თავს ამ ვიდეოს დასაწყისში, რომ შეკითხვები იყო და კარგად ჩამოყალიბდით და ჩამოწერეთ, ვინ არიან თქვენი ვარსკვლავები. ვინ არის ის ხალხი, ვისაც სრულიად ენდობით, ვისაც წარსულშიც კარგი შედეგები აქვს და ფიქრობთ, რომ მომავალშიც კარგი შედეგები ექნებათ. ეს ხალხი შეიძლება ბევრი იყოს, შეიძლება ცოტა იყოს, ყოველ შემთხვევაში მოკლედ გამოყავით და ზუსტად იცოდეთ, ვინ არიან თქვენი ვარსკვლავები. მეორე პრაქტიკული რჩევა არის, რომ ეს ხალხი ყველაფერში, წვრილმანშიც და მსხვილმანშიც უნდა ხედავდეს თავის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. ესე იგი, თუ ტექნიკას ვცვლით, კომპიუტერულ ტექნიკას პირველ რიგში ვარსკვლავებს შეუცვალოთ, მენეჯერებზე უფრო ადრე, ხო? თუ ტრეინინგზე რეგისტრაცია პრიორიტეტი მივცეთ ვარსკვლავებს. თუ რაღაცა არის სიკეთე, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი მივცეთ ვარსკვლავებს. ეს ხალხი მესმის, რომ ვასხვავებთ, მაგრამ იმიტომ ვასხვავებთ, შედეგიანობით ვასხვავებთ და ეს შედეგიანობით გასხვავება ზუსტად იქნება мотиваცია საშუალო შედეგიანის ხალხისთვის, რომ გავარსკვლავდნენ და ვარსკვლავებისთვის ეს იქნება დაფასების გამოვლინება, ხო? ვარსკვლავების შემთხვევაში დელეგირებაც, უკავშირი, мотиваცია და ყველა სხვა მენეჯერული ინსტრუმენტი უნდა განსხვავდებოდეს საშუალო შედეგიანის ხალხთან მიდგომებისგან, ხო? როგორც წესი, თქვენ
როგორც მენეჯერმა იცით ეს როგორ კეთდება, იმიტომ რომ აი როგორც მეგობრებს დაავალებ საქმეს, თხოვნით, შეკითხვის დასმით, კოლეგიალური საუბრით, ესე ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ განყოფილების უფროსი ან კომპანიის ხელმძღვანელი და თქვენი ვარსკვლავები არიან თქვენი თანამენეჯერები. ანუ თქვენ ერთად მართავთ კომპანიას და ამიტომ როგორც ბიზნეს პარტნიორს დაელაპარაკებოდით თანაბრად, აი ზუსტად ესეთი პარტნიორია ვარსკვლავი და ამიტომ ფიდბექზე ძალიან რბილად და ფრთხილად უნდა ვისაუბროთ. დელეგირები კითხვის დასმით, კოლეგიალური საუბრით, უარის მიღება უნდა შეგვეძლოს, აქეთ უკავშირის მიღება უნდა შეგვეძლოს, მათ მოტივაციას პატივს უნდა ვცემდეთ, რის იკეთება უნდათ, რის იკეთება არ უნდათ, აინტერესებთ, არ აინტერესებთ, მოკლედ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ იმისთვის, რომ ვარსკვლავებს გული არ დაუწყვეტოთ. როგორც თქვით, შემდეგი პრაქტიკული რჩევა არის, რომ შევზღუდოთ ვარსკვლავებთან გატარებული დრო, გახსოვდეთ, რომ აცდენთ და დილით 1 საათი საკმარისია, რომ ამ ხალხს ელაპარაკოთ, თუ დილას გინდათ, თუ შუადღისას, თუ როდესაც გინდათ. არ დაგავიწყდეთ მათი დამსახურების აღიარება მათ შორის საჯაროდ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიდბექი ერთ-ერთზე უნდა, მაგრამ ვიღაც ხალხმა რომ მნიშვნელოვანი შედეგები მიაღწია, ესე იგი ამის აღიარება არასდროს არ უნდა დაგავიწყდეთ, მათ შორის სხვების გასაგონად და მენეჯერების, თქვენი უფროსების გასაგონადაც. როდესაც დავჭირდებით, შემდეგი რჩევა არის, რომ ვარსკვლავები რთულ საქმეებს აკეთებ და როცა დავჭირდებით, ტყუილა არ გვეძახიან, როცა დავჭირდებით, მათ გვერდით უნდა გავჩნდეთ, როგორც ზღაპრებში, ხო? და მუდმივად უნდა ვესაუბროთ ვარსკვლავებს შემდგომი განვითარების შესახებ კომპანიაში სათხედავენ თავის თავს, რა საქმე აინტერესებთ, რისი სწავლა უნდათ, საით უნდათ განვითარება. ეს იქნება საწინდარი, ასე ვთქვათ, ეს საუბარი მათი შენარჩუნების და შემდგომი პროფესიული განვითარების და მათი ვარსკვლავური შედეგიანობის შენარჩუნების, რომელიც თავის მხრივ გვეხმარება საშუალო შედეგიანობის ხალხის ამოქაჩოში და მთლიანი კომპანიის შედეგიანობის გაუმჯობესებაში. სულ ეს არის, რაც მინდოდა ამ ვიდეოში მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის და მალე შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.